პირველად ზამთრის სპორტის სახეობათა ისტორიაში დღეს გომარდულის თასზე ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატი 300 საკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და მასში ძირითადად მაღალმთიანი რაიონების სათხილამურო სკოლის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის მიზანი გომარდულისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია. ახალგაზრდა მოთხილამურეები დაშვების წინ ბოლო შემოწმებებს გადიან. თითეული მათგანი ინდივიდუალური ნომრით ასპარეზობს. 300 მეტრიან დისტანციაზე გიგანტურ სლალომში პირველობისთვის ხულოსა და შვახევის რაიონების სათხილამურო სკოლების 33 მოთხილამურე იბრძვის. გომარდულის თასი სათხილამურო სპორტში სოფლის სახელობის პირველი ჩემპიონატია. ტურნირის ჩატარების იდეა შუახევის გამგეობაში გაჩნდა. იდეა რეალობად ზამთრის სპორტის სახეობათა ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით მალე იქცა. ფედერაციის ოლიმპიური კომიტეტი ყოველ ესეთ წამოწყებას ხარში უდგავართ და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში ეს კურორტი გომარდული გახდეს ცნობადი, გომარდულში ჩატარდეს უფრო მეტი ჩემპიონატი და მეტ დამსვენებელი ამოვიდეს აქ, იმიტომ რომ ფანტასტიკური გარემოა, ხედავთ, ფანტასტიკური თოვლია, შესანიშნავი პირობებია და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, რომ ადგილობრივი სკოლა გამვითარდეს. ძალიან კარგი დასაწყისი არის გამომდინარე იქიდან, რომ თოვლის საფარი იძლევა საშუალებას ეს შეჯიბრებები ხშირად ჩატარდეს. მოსახლეობა მობილიზებულია და ინფორმირებული არის იმისთვის, რომ აი საოჯახო სასტუმროები იქნას მობილიზებული სტუმრების მისაღებად, ამიტომ ვისაც სურვილი ექნება, დარწმუნებული ვარ, რომ კარგი პერიოდის განმავლობაში შესანიშნავ დროს გაატარებენ სოფელ გომარდულში. გომარდულის თასის გათამაშება ბავშვებსა და მოზარდებს შორის 300 საკობრივ კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდა. თითეული მონაწილე სათხილამურო ტრასაზე ორჯერ დაეშვა. ჩემპიონატის გამარჯვებულები დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდნენ. მიხარია რომ გავიმარჯვე, უკვე 4 გზის ჩემპიონი ვარ და ტრასა ძალიან ცუდი იყო. მონაწილეები ძალიან მაგრები იყვნენ, მაგრამ დიდი ხანი ვემზადე და გავიმარჯვე. ამიტომ ახლა ვაპირებ საქართველოს ჩემპიონის გავხდე. საკმაოდ ძნელი კონკურენტები მყავდა და ყოველ დღე მეცადინეობდი, რომ გამემარჯვე და მივაღწია შედეგს და პირველი ადგილი ავიღე და ძალიან მიხარია. დღევანდელ ჩემპიონატში ძირითადად ხულოსა და შუახევის სათხილამურო სკოლების სარეზერვო გუნდები მონაწილეობდნენ. რეგიონის ძირითადი გუნდის სპორტსმენები კი საწვრთნელ შეკრებას ბაკურიანში გადიან. აჭარის ნაკრები 26 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. მწვრთნელების შეფასებით მოთხილამურეთა მომზადების დონე საკმაოდ მაღალია. არიან პერსპექტიული ბავშვები, რომლებსაც ჯერ მუშაობა არის საჭირო, რომ ბავშვები წამოვიდნენ წინა ხაზზე, მაგალითად დღეს არ ყავდა ძირითადი ნაკრები, რომლებიც ხვალ მიემგზავრებიან ბაკურიანში. ეს კედლებიდან არიან ეს ბავშვები და თვითონ მონაწილეობა ბავშვები კარგები არიან. გომარდულის თასის გათამაშების ბოლოს დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულ და პრიზიორ მოთხილამურეებს სპეციალური სიგელები და თასები გადაეცათ. გომარდულის თასის გათამაშება გიგანტურ სლალომში ტრადიციული გახდება და ის ყოველი წლის 24 თებერვალს ჩატარდება.